ჩვენი გადაცემა იმედის დღე საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ დღეს 9 აპრილს ეძღვნება. ზუსტად 30 წლის წინ გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირზე რუსულმა არმიამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ოპერაცია იყო სამაგალითო სასტიკი. თუ როგორ შეიძლება დაჟილიყო თავისუფლების სურვილით გაერთიანებული ხალხი. დაიღუპა 21 ადამიანი. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ დაჭრილები. დაშავდა 2000-მდე მომიტინგე. 30 წლის შემდეგ მაყურებელს 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სახელებს გაგახსენებთ. აზა ადამია 22 წლის, ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის, ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის, ნატო გიორგაძე 23 წლის, თამუნა დოლიძე 28 წლის, თინა ენუქიძე 70 წლის, ნინო თოიძე 25 წლის, ზაირა კიკვიძე 61 წლის, მანანა ლოლაძე 33 წლის, თამარ მამულაშვილი 50 წლის, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე 22 წლის, ნანა სამარგულიანი 41 წლის, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია სამარგულიანი 31 წლის, ელისო ჭიპაშვილი 25 წლის, თამარ ჭოველიძე 16 წლის, ნოდარ ჯანგირაშვილი 40 წლის, ზია ჯინჭარაძე 43 წლის, მანანა მელქაძე 23 წლის, გია ქარსელაძე 25 წლის. სწორედ ეს ადამიანები შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ჩვენს ისტორიაში არსებობს მართლაც სამწუხაროდ არაერთი ეპიზოდი, რომელიც რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში არის მოუშუშებელი იარა. მას შემდეგ გაიზარდნენ ახალი თაობები, რომლებსაც 9 აპრილი მაინც ახსოვთ მეტწილად, უფრო მშობლების მონათხრობიდან, მათი მოგონებებიდან, მათ შორის მე მხოლოდ 2 წლის ვიყავი მაგალითად მაშინ და ნუცა მამულაშვილმა გადაწყვიტა, რომ იმედის დღისთვის გაერკვია რა იციან ახალგაზრდებმა, რა იცის ახალმა თაობამ სწორედ აი ამ ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დღეს ზუსტად 30 წელი გავიდა ზუსტად ამ ადგილას მომხდარი საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა ცეცხლსასროლი იარაღის, ხუთავი გაზისა და ჯავშან ტექნიკის გამოყენებით 10,000-ობით ადამიანის მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია. ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1989 წლის 9 აპრილიდან კი ზუსტად 2 წელში უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო. ერთი დღე საქართველოს ისტორიაში ორი უდიდესი მოვლენით. საინტერესოა რა იციან ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის შესახებ. გამარჯობა, რა მოხდა 9 აპრილს? არ ვიცი. 9 აპრილს ერთი წუთი აქ ამ მოედანზე იყო ვიცი, თავისუფალი არა, მშვიდობიანი არმია დაარბიეს. ვინ დაარბია? რა მოხდა 9 აპრილს, გეტყვით? თქვენ? კარგი არაფერი. აქცია იყო საქართველოში რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და რუსებმა დაარბიეს და დაიღუპა ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა სამწუხაროდ. 9 აპრილს კარგი რა. კარგიც რა. ხადაოთ? არ ვიცი. ვაზრი არა. დაიღუპნენ ძალიან ბევრი, განსაკუთრებით გმირები. ვინ დახოცა? ეს უკვე 9 აპრილს რუსეთი შემოვიდა საქართველოში და ერთგვარი დიდი ომი გაიმართეს. მაგალითად აფხაზეთი როგორც დაიპყრეს, ისე უნდათ ეთყობა თბილისის აღება. ვერ გეტყვით უკაცრავად. მაშინ, როდესაც რუსეთის დაქვემდებარებაში ვიყავით, ანუ გვინდოდა რომ არ ყოფილიყავით რუსეთის დაქვემდებარებაში, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება შეხვდა აგრესიულად და დაიღუპა უამრავი ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 9 აპრილის შესახებ რა მოხდა, შეგიძლიათ? ტელეფონში. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. 9 აპრილს მოხდა ომი. ვინ ებრძოდნენ ერთ? პარლამენტთან გარდაიცვალა შეიწირნენ ხალხი. საბჭოთა კავშირის არმიამ დაარღვია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია. დამოუკიდებლობისთვის იყვნენ შეკრებილები გონი თავრობის სახლთან და რუსეთის ტანკები არ შემოვიდნენ. დამოუკიდებლობა მოუპოვეთ. ხო? რა მოხდა 9 აპრილს, თუ შეგიძლიათ კითხეთ და გეტყვის. რა მოხდა 9 აპრილს? რუსებმა ქართველი ხალხი უმეტესად ახალგაზრდები რკინის ნიჩბები ჩახოცეს.
ჩვენ ახლა ვნახეთ სიუჟეტი მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის მოვლენები თითქმის 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმისგან რღვევის დაწყების ყველაზე საუკეთესო მოვლენა იყო, საუკეთესო ზუდი სიტყვა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელთაც დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა, ეს ყველაფერი ისწავლება მე-9 კლასში, მე-12 კლასში, თუმცა ჩვენ სიუჟეტიდანაც ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ოჯახმა, სკოლამ, რომ არ არსებობდეს საქართველოში არც ერთი ახალგაზრდა, რომელსაც არ ეცოდინება რა მოხდა 1989 წლის 29 აპრილს იმ საშინელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი დაიღუპა და ესეთ ტრაგიკულად დაიწყო ჩვენი ქვეყნის ისტორია. მე ახლა მინდა მარიკა ბაკურაძეს ვთხოვო კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ ადამიანებს და ჩვენ ყველას თუ რა მოხდა 30 წლის წინ. დიახ, მოგესალმებით და შეგახსენებთ ფაქტებს 9 აპრილთან დაკავშირებით და გარდა ფაქტებისა აუცილებლად უნდა ვნახოთ ფოტოები, რომლებიც 9 აპრილს და მომდევნო დღეებში არის გადაღებული და რომელიც ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მინდა მაყურებელი გავაფრთხილო, რომ ის ფოტოები, რომელსაც ახლა ჩვენ ვნახავთ, არის უმძიმესი და ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვები მოარიდოთ ეკრანებს. ეს ფოტოები პირველად ქვეყნდება საჯაროდ, მას ქართველი მაყურებელი ახლა პირველად ნახავს. ეს არის გადაღებული ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფის მიერ და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო ბატონ გივი ნახუცრიშვილს, რომელმაც საკუთარი არქივი მოგვაწოდა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა ხალხისთვის და კიდევ ერთხელ დეტალურად გვესაუბრა ამ თემაზე და ასევე უღრმესი მადლობა მის მეუღლეს, ქალბატონ ქეთევან გოგოლაძეს, მათ ორივემ მოახერხეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენს წინაშე ეს უმძიმესი ღამე, იმისთვის, რომ მაყურებლისთვის გაგვეზიარებინა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და აქამდე უცნობი დეტალი. მოდით ახლა უკვე დავიწყოთ უშუალოდ მიმოხილვა და პირველი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, ეს არის 3 აპრილის დღე. რეალურად 9 აპრილამდე დღეებს აუცილებლად უნდა შევეხოთ და ვთქვათ თუ როგორ მომზადდა 9 აპრილის დემონსტრაცია, რა ხდებოდა მანამდე. რეალურად მარტის შუა რიცხვებიდან აფხაზეთში უკვე დაიწყო დემონსტრაციები და გამოსვლები, ნაწილი აფხაზებისა ითხოვდა საქართველოსდან გამოყოფას. 3 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული მოძრაობა ჩასული იყო აფხაზეთში იმისთვის, რომ გაემართათ მიტინგი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეროვნული მოძრაობის ავტობუსებს დაუმსხვრიეს მინები, ვერ მოხერხდა მიტინგის ჩატარება და ჩამოსული ხალხი, თბილისში დაბრუნებული ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით შეიკრიბა კინოსახლში. სწორედ კინოსახლში განიხილებოდა და იგეგმებოდა მიმდინარე მოვლენები თუ რა უნდა მომხდარიყო შემდეგ დღეებში. ზვიად გამსახურდიამ თქვა ასეთი სიტყვა და მე ახლა წაგიკითხავთ ციტატას. ჩვენ ვითხოვთ არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი საქართველოს და მასში შემავალი აფხაზეთის დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას. ამის უფლებას გვაძლევს კონსტიტუციის 72 მუხლი. აი ამ სიტყვით და ამ მოთხოვნით უკვე მოძრაობა დაიძრა რუსთაველის პროსპექტისკენ. შემდეგი უკვე არის 5 აპრილიდან დღეების ათვლა. 5 აპრილიდან იწყება უკვე დემონსტრაციები რუსთაველზე, იმ დროინდელი მთავრობის სახლის, ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ და იწყება შიმშილობა. პირველ რიგში მოთხოვნა იყო იმისა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არსებული ბანერი უკვე გამოკრული იყო რუსთაველის ტერიტორიაზე. პირველი მოთხოვნა იყო სწორედ ამ ბანერის ჩამოხსნა და დაგეგმილი იყო ისე, რომ ეს დღეები უწყვეტად პერმანენტულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო აქციები, რომელიც 14 აპრილს დედაენის დღეს დასრულდებოდა. გადავდივართ უკვე 6 აპრილზე. 6 აპრილისთვის უკვე საკმაოდ დაძაბულია მდგომარეობა და მოლოდინი არის უფრო მძაფრი ვიდრე იყო წინა დღეებში და გაჩნდა სხვადასხვა აზრები ხალხს შორის. გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც და ჭორიც, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიის ჯარის სარდლის მოადგილე იყო ბეპაევი და ითქვა, რომ თითქოს ბეპაევი წასული იყო შებულებაში და თავისი თანაშემწე შემცვლელი ყავდა დატოვებული, რომელიც ამზადებდა უკვე ამ აქციის დარბევას. რაც უფრო მეტად მჩნდებოდა ასეთი აზრი საზოგადოებაში, მით მეტი იყო მობილიზება და მით მეტი ხალხი იკრიბებოდა მთავრობის სახლის წინ. სხვათა შორის მიტინგზე გამოცხადდა კიდეც ასეთი რამ: თან იქონიეთ სოდიანი წყალი და ბამბა იმ შემთხვევისთვის თუ ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ. ასე რომ ხალხი დარბევისთვის ასე თუ ისე მზად იყო, მაგრამ ბუნებრივი არავის ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა ძალით მოხდებოდა რეალურად ეს დარბევა. სხვათა შორის ხალხი ერთმანეთში იმასაც ამბობდა, რომ ფორმაში უნდა ვიყოთ ყველა ლამაზად და სუფთად ჩაცმულები, წყობრში უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ არ ითქვას, რომ ამათ აქციებზე, ეროვნული მოძრაობის აქციებზე ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი ხალხი დადისო. გადავიდეთ შემდეგ ამბავზე. თეთრი ნაჭრები სიმბოლურად ასე დავარქვით ამ ნაწილს ჩვენი მიმოხილვისა, ეს არის უკვე 8 აპრილის დღე, არ არის ჯერ დამდგარი 8 აპრილის ღამე, როდესაც უკვე სასტიკი დარბევა უნდა დაიწყოს და ნაწილი ხალხის ამბობს იმას, რომ ჯავშან ტრანსპორტიორები და ასევე ტანკები უკვე ნელ-ნელა უახლოვდება რუსთაველის პროსპექტს. ასევე მეორე მხრიდან, საბჭოთა მთავრობის მხრიდან ბრჭყალებში ვთქვათ დაცვის კუთხით გამოჩენილი იყო უკვე სატვირთო მანქანები და მოხდა ისე, რომ რამდენიმე ბიჭი აძვრა ამ სატვირთო
სატვირთო მანქანებზე აინტერესებდა თუ რითი იყო სავსე ეს სატვირთო მანქანები და აღმოჩნდა რომ სავსე იყო თეთრი ნაჭრებით. ხალხმა თავიდან ვერ დაუშვა რა შეიძლება ყოფილიყო ეს თეთრი ნაჭრები რა საჭიროების გამო, თუმცა შემდეგ როდესაც უკვე ჩაიარა მთელმა ღამემ, გაიგო რომ ეს თეთრი ნაჭრები გვამების შესახვევად იყო ჩაფიქრებული წინასწარ. ასევე ბევრი ჭორი და სიმართლე თუ სხვადასხვა ამბავი ირეოდა ხალხში ერთმანეთში. შემდეგ უკვე მოგვიანებით გაზეთ დროში დაიბეჭდა სტატია, უბრალოდ ეს იყო ალექსანდრე ლებედის თარგმანის ერთი მონაკვეთი მისი წიგნიდან, სადაც ის ამბობს მოსაზრებას თითქოს 8 აპრილს საღამოს მან შევარდნაძეც ნახა აეროპორტში. ასე რომ აზრების მუსირება და სხვადასხვა მოსაზრებები ბევრია, რომლებიც დღემდე განხილვის საგანია და ჩვენ რამდენიმე დღეა ჩვენს გადაცემებში ამ აზრთა სხვადასხვაობაზე ვსაუბრობთ. გადავიგეთ უკვე უშუალოდ 9 აპრილზე, დაღამდა 8 და თენდება 9 აპრილი და ღამის 4 საათზე. უფრო სწორად რომ ვთქვათ, გამთენის 4 საათზე იწყება დარბევა. თითქოს ითქვა რომ ეს დარბევა გრძელდებოდა 25 წუთის განმავლობაში, მაგრამ რეალურად დრო იყო გაცილებით მეტი, იმიტომ რომ უშუალოდ დარბევის შემდეგ ხალხი გამოეკიდნენ ხალხს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით დაიქსახნენ, ასევე ჰაერში გაშვებული იყო მომწავლამი ნივთიერება და მინდა ერთ დეტალზე გავამახვილო ყურადღება, არსებობს ალბათ ხმებით მახსოვრობა, ხომ? და თუ ის სიმღერა ჩვენ ყოველას როცა ჩაგვესმის დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს უსინათლო ქალბატონის შესრულებით, თუ ეს სიმღერა არის ერთგვარი სიმბოლო ამ ღამისა, ასევე არის კიდევ ერთი ხმა, რომელიც როგორ შეიძლება აღწერო, არ ვიცი, რკინის ჯაჯგურის, ასე ვთქვათ, ხმა. და ახლა გეტყვით რას ნიშნავს ეს. ხალხს, რომელიც არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, ხელზე ეკეტათ ხელთათმანები, რომლებიც რკინით იყო შემოსილი და ისინი ამ ხელებს ურტყავდნენ ყველაფერს, რაც გამოსცემდა ხმას. ურტყავდნენ ბოძებს, ქუჩაში არსებულს, ურტყავდნენ აფიშების კონსტრუქციას, რკინის კონსტრუქციას, რასაც აფიშები იყო გაყრული და ამ ხმებით კიდევ უფრო მეტ გამაყრუებელ და მძაფრ შეგრძნებას იწვევდნენ საზოგადოებაში. გადავიდეთ შემდეგ დეტალზე. 11 აპრილის ამბავი არის უკვე კლინიკას, რაც უკავშირდება. 11 აპრილს პრეზიდენტის ფოტოგრაფს გივი ნახუცრიშვილს, ვის მასალებზეც ჩვენ დაყრდნობით ვსაუბრობთ ახლა, 11 აპრილისთვის ჯერ კიდევ მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს საშვით. სწორედ ამ საშვის საშუალებით მან მოახერხა ის, რომ შესულიყო კლინიკაში და გადაიღო ფოტოები. აი ახლა არის ზუსტად ის წუთი, როდესაც ჩვენ უნდა ვნახოთ ეს ფოტოები და კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ მაყურებელი, რომ ეს ფოტოები არის ძალიან მძიმე და აუცილებლად ბავშვების წინაშე არ ვნახოთ ეს ყველაფერი. ეს არის ფოტოები გადაღებული კლინიკაში, რომელზეც ასახულია გარდაცვლილების და დაშავებულების მდგომარეობა. უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ ფოტოების მთავარი ღირებულება და მთავარი შინაარსი არის ის, რომ ეს ფოტოები ცხადყოფს თუ რეალურად რა დოზით მოხდა ძალის გამოყენება ადამიანებზე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი ცდილობდა იმას, რომ ყველაფერი დაბრალებოდა ჭყლეტას, დაბრალებოდა ხალხთა აქტიურობას, თითქოს არ იყო ძალის გადამეტება. მაგრამ სწორედ ამ ფოტოებში ჩვენ ვნახულობთ თუ როგორ არის დაზიანებული მათი სხეულები, როგორ არის დანაწევრებული და უხეშად რომ ვთქვათ, გაკერილი ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი და ამ ფოტოებმა, რომელიც შემდეგ უკვე გავრცელდა საერთაშორისო მასშტაბით, რეალურად ნათლად აჩვენა სურათი თუ რა მოხდა 9 აპრილის ღამეს. გარდა იმისა, რომ ეს ფოტოები გავრცელდა, ასევე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა ქირურგიული კათედრის ხელმძღვანელზე ვახტანგ ფიფიაზე და პათანატომ თამარ დეკანოსიძეზე. ეს ქალბატონი წაყვანილი წავდათ მოსკოვში დაკითხვაზე და ცდილობდნენ, რომ მას ხელი მოეწერა საბუთზე, სადაც იქნებოდა ნათქვამი თითქოს ასფიქსიით, ჭყლეტვითა და ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა ხალხი, მაგრამ თამარ დეკანოსიძემ ეს არ გააკეთა და საბოლოოდ ყველაფერი გახდა ცნობილი, თუ როგორ შეეწირა ხალხი ხელკეტებს, მომწავლე ნივთიერებას და ყველანაირ ძალის გადამეტებას, რაც მოხდა 9 აპრილს. გარდა ამ ფოტოებისა, კიდევ არსებობს ერთი საინტერესო დეტალი, მოწმე დავარქვით ჩვენ ამ ფრაგმენტს ჩვენი მიმოხილვისა. ეს არის დამლაგებელი პიონერთა სასახლიდან, გვარად ვარძელაშვილი. მეორე დღეს, როდესაც უკვე დაიწყო ტერიტორიის დასუფთავება და სახანძროს მანქანებით წყლით მოხდა მორეცვა მთელი პიონერთა სასახლის კიბეების და იმ ტერიტორიისა, სრულად სისხლით იყო ყველაფერი სავსე, მოირეცხა ეს სისხლი, ასევე სისხლი იყო მიწაში, გაზონებზე და ნარგავების ძირში და დამლაგებელი ვარძელაშვილი ამბობს იმასაც, რომ პიონერთა სასახლის ფოიეში მან ერთად ნახა შემოწყობილი გვამები, ზუსტად იმ თეთრ ზეწრებში გახვეული, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომლებიც სატვირთო მანქანაზე იყო. და გარდაცვლილების შესახებ ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან დიდხანს ცდილობდნენ ეთქვათ, თითქოს გარდაცვლილების რაოდენობა იყო 16 ან 18. ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი და თავისი გამართლება, იმიტომ რომ თუ გარდაცვლილების რიცხვი დასახელდებოდა
20-დან ზემოთ, ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს უკვე გენოციდის კვალიფიკაცია მიეცემოდა და სწორედ ამიტომ ცდილობდნენ, რომ ციფრები ყოფილიყო 20-მდე. თუმცა საბოლოოდ, როგორც ყველამ ვიცით, გარდაცვლილთა რაოდენობა დასახელდა როგორც 1 და მათგან 17 მათგანი არის ქალბატონი. ჩვენ ახლა შეგვიძლია რუკა ვნახოთ ჩვენს პლაზმაზე. ამ რუკის საშუალებით ადვილად ვნახავთ, როგორი იყო ტრაექტორია მთელი ამ მომიტინგეების და მათი დაშლისა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სადაც იყო ცენტრალური ბირთვი, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ რუსთაველზე ოპერის მიმართულებით გაიქცა ხალხი და შემდეგ თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩაუხვია. მეორეს მხრივ რუსთაველის თეატრს მიაწყდა ხალხი და ყველას ვიცით კახი კავსაძის ცნობილი მოგონება, როგორ შეიფარა მან რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ხალხის ნაწილი ალექსანდრეს ბაღში იყო და ნაწილი გამოვიდა მხოლოდ პიონერთა სასახლემდე. ეს იყო ბოლო წერტილი, იმიტომ რომ თავისუფლების მოედნის მხრიდან იყო რეალურად ზეწოლა და იქით უკვე ხალხი ვეღარ მოახერხებდა გასვლას. და ვნახოთ ახლა ჩემი მიმოხილვის ბოლო ფოტო, ესეც გივინა ხუცრიშვილის ფოტო გახლავთ, ეს არის უკვე 9 აპრილის დილა. ჩვენ ვხედავთ ამ ცარიელ, მდუმარე და უმძიმეს ფოტოს, რომელიც ერთის მხრივ ასახავს უმძიმეს ღამეს 99 წლის 9 აპრილისა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ფოტო არის ზუსტად დასაწყისი იმ ახალი ეპოქისა, რაც მოხდა და რაც დაიწყო 9 აპრილის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და მან თქვა, რომ აღსრულდა 9 აპრილს გარდაცვლილი და წამებული ხალხის ნება, აღსრულდა ნება ჩვენი ქვეყნისა და საქართველო ისევ დამოუკიდებელია. დიდი მადლობა მარიკა ბაკურაძეს, ალბათ ემოციის გარეშე ამ ყველაფრის სმენა რთულია. თქვენ 2 წლის იყავით და ეს მოვლენები არ გახსოვთ. მე პირადად 16 წლის ვიყავი და ეს ყველაფერი ნამდვილად ცხადად მახსოვს. ის ფოტოები, რომელიც მარიკამ გვაჩვენა, ეს იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი უახლესი ისტორიის, იმიტომ რომ სწორედ 9 აპრილის შემდეგ დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ფურცელი. არსებობდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლის ვინაობა ჩვენ დღეს არ ვიცით, მაგალითად ჩემი ნატურა ჟანა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, ის აკადემიაში მუშაობდა და პირველი ვინც ტანკს შეუწვა იყო ჟანა. სამწუხაროა, რომ ჟანას კვალს ჩვენ ვერ მივაგენით, სწორედ იმ დღიდან მას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის და შესაძლოა ის ახლა ცოცხალის არ არის. მოკლედ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც კონკრეტულად აქვს ძალიან ტრაგიკული ისტორია, რომელიც 9 აპრილთან არის ბმაში.